საინტერესო ის არის, რომ ეხლა უკვე რომ გამოვდივარ. აზრიდან რომ გამოვედი. აქეთ ხარესაც როგორც ჩანს მანქანები არ დადიან ისე სისტემატურად. აი აბალახებულია და ესია დაახლოებით. თუმცა რა თქმა უნდა სამანქანე გზას უნდა გავყვეთ ახლა სოფლამდე. ამას ვერ წარმოვიდგენდი სამანქანე გზა უკვე რო წამოვედით იქიდან საერთოდ აბალახებული კი არა და ეკალბარდია გაზი, ანუ მან არ ყოფილა მანქანა ძალიან დიდი ხანია. რატო ხდება არ ვიცი ეს. დიდი ხანია მან მანქანა არ მისულა, რომ ეს მონაკვეთი არ საიდანაც შემოვლა დაგჭირდა. სანამ გავალთ მერე იმ დიდ ადგილზე. ნახეთ აქეთ. ხო, ну, ის ერთი მონაკვეთი იყო, სადაც თლიანად ეკალბარდი იყო აი ამ სამანქანე ღარებზე მოდებული. და ვთქვათ ვერ გაივლიდი, რაც ნიშნავდა, რომ იქ მანქანას არ გაუვლია. ან გაიარა და იმდენად მალე აბალახდა და იმდენად მალე აეკალბარდდა, რომ მტრისას. საჭიროა რომ ხალხმა, ჩვენმა ხალხმა რაღაცნაირად გააცნობიეროს ერთი რამ. რომ თვითონ მისი ისტორიული ძეგლები ეს არამხოლოდ ვთქვათ არამხოლოდ გელათი, არამხოლოდ ალავერდია, ხო? სადაც წირვები და მსახურება და რაღაცა ამდაგვარი ხდება. წინაც მინდა თან გაჩვენოთ გზაზე როგორი ლამაზი გზაა. მისი ძეგლები, ისტორიული ძეგლები, მისი იდენტობა აი ესეთ რაღაც მეტწილად დაკარგულ ადგილებში ხშირად უფრო ჩანს და გამოსჭვივის და აი ამებს ძალიან გამთხილება უნდა ესეთ ძეგლებს. და ну, შეიძლება რომ იდგედა რაღაცა სხვა ძეგლებს დაუწყო დევნა, ან რეაბილიტაციები და რაღაცა მიმატება, მომატება, თანამედროვე გემოზე გადაკეთება, გადმოკეთება. ეს არ არის არც კულტურა, არც ისტორია, ეს არის რაღაცა თანამედროვე ისტორიული მაზოხიზმი. ხო და აი ამის მიხედვა რეალურად ჩვენ მოგცემს იმას, რასაც გვჭირდება. რაც შეეხება მაგალითად აზრს, გომბორიდან ჯობია წამოსვლა თუ დაბლიდან ბადაგონის მხრიდან ამოსვლა აქ. ხო. მე მაგალითად რომ მკითხოთ, ჩემთვის უფრო საინტერესო გზა იქიდან იყო. შეიძლება იმიტომ რომ პირველად იყო და რაღაც გამოწვევასავით იყო ეს მარშრუტი. მაგრამ მე ვხედავ უფრო ლამაზიც იყო. ტყეცხვანაირია, ნახულობ, დაეხეტები და აქ ეს არის, აი მოდიხარ ესეთ გზაზე. თან თუ შემოდგომა, თან თუ სისველეა, უკვე ამდენად დიდად სასიამოვნო არ არის ეს ყველა. ანახეთ ახლა რაში უნდა გავიაროთ. ესე იგი, ამ TikTok-ში რას აღარ წააწყდები და გუშინ რაღაც როლი ნახე ვიღაცა იძახის. დააკვირდითო რომ წერებიო გაქრნენო საერთოდ. აი, რას აღარ იტყვიან. რამ წერები ხალხო, აი ამ ტყეში მოდით და წერი აქ ნახეთ. წერი კი არა ეს რა. წერი კი არა, რა ვიცი.
წერთა მწერები არიან. მეუნა თქოს ვაკ მწერი არ არის. და წერი რო ბევრია, ბუზი, ბუზანკალა, ყოღო. ამის პარალელურაზე, ამის ყვალობაზე მრავლდება იმდენი ობობა, ამდენი ობობა არ მინახავს. ზუსტად ერთი სახეობის რაღაცა ჟღალი ობობა. აი ესეც მეგობრებო ის კლდეები, რასაც ხედავდით იქიდან. უკვე ფაქტიურად საღამოა, მოვდივართ, რაც შეიძლება სწრაფად რომ არ დაგვიღამდეს ტყეში და ჩამოვდივართ და ნახეთ როგორი მოგუშული, როგორც დილა იყო. სუსხიანი, ესეც ეგეთი საღამოა. რაც შეიძლება დროით უნდა მივასწროთ, ვიყოთ ხევშთან. მე უკვე იქიდან იყოს მოგობა დაგონდა. ესე იგი რაც მახსოვს ამ დაბრუნების გზის პრობლემა არის ის, რომ სამანქანე გზა, გაზ-66-ების გზა ხშირად არის ხოლმე ჩახერგილი, ხმელი, ფიჩხით, აი ამ გადატეხილი ხეებით. აი ეხლაც კიდე ხშირია ის რა ქვია ეკალბარდით. ეკალბარდია ბევრი. ხო და აი ეს ძალიან ართულებს სიტუაციას. ხა ჩვენ ამ შემთხვევაში გვევითაც მიდის გზა. მაგრამ მე მგონი ზევით უნდა წავიდეთ, რომ მაქსიმალურად სწორად მოვიქცეთ, იმიტომ რომ მაშინ მახსოვს 2020-ში როცა ბრუნდებოდი, ცოტა რაღაც ექსპერიმენტები გავუშვი და ძალიან ვიწვალე, იმიტომ რომ მართლა რთულ იმებში მოვყევია. ამას მიყვე თუ არა და მე ინტერნეტი ჩვენ მხარეზეა და მიუხედავად იმისა, რომ მზე ჩადის 7 საათზე მზის ჩასვლას ესე უწერია. რეალურად აი თქო ტყეში არასასიამო აბატონო ისიც ვნახეთ სოფლის წყალი საიდან მიეწოდება. აი ეს პლასმასის დიდი მილები ალბათ გადადის მე ამ რკინის მილში. მივდივართ სწორად. იდეაში სწორად მხსომებია. ანუ ყველა ვარიანტში ჭირდება სიარული ისეთი მიმართულებით, რომ მე დაუხვიოთ მარცხნივ ხევისკენ. და აი ზემოთ უნდა წამოსულიყავი და ეს ჩახერგილი ბილიკი და ჩახერგილი გზა უბრალოდ უნდა შემოუვარო და გააგრძელო. ნაცნობა ადგილებამდე ახლა მარცხნივ ესე აუხვევთ და უკვე მალე ვიქნებით ხევში, ხევთან და უკვე სწრაფად ჩავალთ უკვე ჩვენ მარიფაცია მაგის შემდეგ. წავით, გაჩვენოთ ერთი. ყოღოებმა მაინც ფინალი ჩაამწარეს. სამკვდრო საცოცხლო ბრძოლა მომიწყეს, გაშვება არ უნდათ ჩემი აქედან ცოცხლად. ჭამენ, რასაც აქვია და აი ვნახოთ რა იქნება ხვალ ამათი ნაკბენების ხელში. დანარჩენი შესანიშნავი მარშრუტი იყო. და ცოტა მუხლებიც მტკივა. თუ რაღაცა ალბათ გამოვა 16 კილომეტრი. მოკლედ ესეც ჩვენი ლაშქრობა, ჩვენი მარშრუტი. აი ეს მთა, რომელიც შემოვიართ იმის იქით მეორე მთა, მაღალი, რომლის შემოვლის შედეგად მიდიხარ უკვე დაძრამდე. ესეც ხევი, რომელიც მე ძალიან დიდი ხდება და ხანდახან ძალიან საშიშია და დამანგრეველი ძალა აქვს.
წავედით რაც შეიძლება სწრაფად გველოდება მანქანა. ნუ მოკლედ ეს იყო ჩემი გონების, ჩემი მოთმინების, ნებისყოფის, სიმშვიდის, გონიერების გამოცდა და გამძლეობისა თქვა. აი ესეც ჩვენი დასკვნითი თემა ლაშქრობების, აიქ შორს შუაში ვხედავთ გომბორის მთას, ერთ-ერთ პატარა მთას და აი ეს დიდი მთა, რომელიც გვჭირდებოდა, აიქით არის, ნუ არ ჩანს ტელეფონი არ გვაძლევს ამის საშუალებას. ავტომობილი მოვიდა ჩვენი ლაშქრობის ლამაზად დასასრულებლად, აიქ 200 მეტრში ბადაგონი. მეგობრებო, საქართველოს გაიმარჯვებს, როგორც ჩვენ დღეს გავიმარჯვეთ, ესეთი უნიკალური ლაშქრობა მოაწყეთ. აი ესე გავიმარჯვებთ აწდა მარადის უკუნისთი უკუნისამდე. ამინ.